რამდენია მიწაში ალბათ ჩაწოლილი, ჩემზე ნიჭიერი, რომლის გვარდასახელი არაფერი არ ვიცით. ყველა სპექტაკლში, ყველა რატომღაც ჯღავის. რაზე ფიქრობ? არაჩვეულებრივი კითხვაა. აი არაჩვეულებრივი. გამჩენს კი არ შეეშალა ნავთი და გაზი რო არ ამოდო. ჩვენ მოგწა შემოქმედების უნარი. დღეს არიან ასეთი მსახიობები ჩვენს თეატრში. არა. მე არც გათხოვება მინდოდა და არც აღარც ოჯახი მინდოდა. ყველამ უნდა ვიფიქროთ მეგობრებო. ყველა მიფიქრეთ, ეხლა რთულ კითხვებს ნუ მომწევ, გეხვეწები რა. როგორც დღევანდელი სპექტაკლები. ამაზე ადვილი არაფერი არ არის რეჟისორმა ასე გადაიდოს ფეხზე. გწყინით რომ ასე მოხდა. ჩეხოვი გამოდის და ბუდიშს უხდის უკრაინელებს. გახსოვს ანწუხელიძის დედას რო კითხეს რომ გაუშვებდიო და კიო. აბა არ ვითამაშებდი, არ ვწდიდი. ქალბატონო ლაურა, ჩვენი საუბარი მინდა დავიწყო იმ ადგილით, სადაც გაიზარდეთ. ეს არის რუისპირი. კი. რომელიც მდებარეობს სულ რაღაც რამდენიმე წუთში თელავთან და 6 კილომეტრში. ეს აღმოჩენა ძალიან სასიამოვნო იყო ჩემს რადგან მე თვითონ ვარ თელავიდან. და რასა? დიახ, თელავიდან ვარ წარმოშვებით და რომ გავიგე რომ აი გაიზარდეთ იქ всё. ეს არის თანამემამულეების შეხვედრა. კი ბატონო, ძალიან გამიხარდა. დიახ. და იმდენად დიდი სხვაობაა ასაკში რომ შენი თაობა და კიდევ უფრო ბევრი ადრე აღარ ვიცი, იმიტომ რომ დიდი ხნის წამოსული ვარ იმ ქალაქიდან, რომელიც ძალიან მიყვარს და გიყვარს ალბათ შენს. ძალიან. როგორ გახსენდებათ თქვენი ბავშვობა კახეთში? რა არაჩვეულებრივი კითხვაა. აი არაჩვეულებრივი. როცა თეატრალურ ინსტიტუტში ვსწავლობდი ბატონ მიშა თუმანიშვილთან, ის გვაყოლებდა ხოლმე ჩვენს ბავშვობაზე, ოჯახზე, სკოლაზე, იმ გარემოზე, სადაც ვიზრდებოდით. და ისეთ რაღაცებს ვყვებოდი და ვიხსენებდი. აი დაუჯერებელია, მაგრამ ნუ რა ვქნა ესეა, მე ხვეწებოდა რომ დაწერეო. იდუმალი ცხოვრებით უნდა იცხოვრო, თუ გინდა რომ შენზე ბილეთი გაიყიდოს. კი, მე ვთქვი ეს. ეს ჩემი ნათქვამია, რომელიც მიშამ მითხრა. დიახ. ვიდექი კინოსტუდია ჩვენი თეატრის წინ ვდგევარ და ვიღაცას მეორე ადამიანს ძალიან აქტიურად ხელებით ველაპარაკები, რაღაცას ყვები, რაღაცას აქტიურად, ემოციურად. ხო და ამ დროს ჩაიარა თუმანიშვილმა. სამსახურში მოვიდა. მე ადრე ვარ მისული და გადავეყარე, ნუ ახლობელს ნაცნობს თუ რაღაცა როგორც იყო და ველაპარაკები და რომ ჩაიარა. დავინახე რომ ჩაიარა და გამიგვირდა, ისე ჩაიარა, გამარჯობა არ მითხრა, ეს არ მომხდარა. ეს ამას არ აკეთებდა არავითარ შემთხვევაში. დაგიძახებდა სალმისთვის. ხო და მივატოვე ეს ადამიანი, გავიქეცი და ისე ჩქარა შევარდი თეატრში, რომ შესული არ იყო თავის სამუშაო ოთახში და ბატონო მიშა თქო და უტრიალდა ხო. უკვე იცოდა რა უნდა მეკითხა და რატო არ მომესალმეთ თქო. და გითხრათ ეს სიტყვები. ეგ მითხრა. არა გაქვს უფლება იდგე და აჩვენებდა შენ როგორი პლასტიკა გაქვს, რა ემოცია გაქვს, ამდენი ტრანსპორტი დადის, ამდენი მოქალაქე, მარჯვნიდან მარცხნიდან და შენ დგახარ მომავალი მსახიობი და იმას ეგონა რომ მე ტილოებს შევქმნიდი და მეუბნებოდა ამას გულწრფელად. და მეც არ მცხვენი ამის. შენ შრომა თუ არ დაგეზარება, მე შენნაირი არავინ არ მყოლია როგორც მასალაა. არავინ არ მყოლია. ეგონაო მითხარით. ბატონო? ეგონაო ხო, და შრომა თუ არ დამეზარებოდა, მე დავტოვებდი სერიოზულ, ანუ ნამუშევრებს როგორც ტილო. ფეხი რო ავიდგი და განაცხადი გავაკეთე ეკრანზე და სცენაზე, ომი დავიწყეთ ქართველებმა და რა მექნა მითხარი, ამ პერიოდში მომიწია. მე ჩემმა რაღაცა შემოქმედებითმა იმან რა ხო და რაც შემხვდა, რაც მოხერხდა, ის გავაკეთე, ამაზე მეც ვერ გავაკეთებდი, იმიტომ რომ
ამის საშუალება აღარ იყო უკვე. მე როცა უკვე შემეძლო რომ მეკეთებია. ერთხელ ვთქვი რომ და ვერ შევასრულე. ცხონებული რეზო ინანიშვილის საფლავზე მისასვლელი ვარ. და სერიოზულად მინდა რომ დაველაპარაკო, მადლობა გადაუხადო, იმიტომ რომ ბატონმა რეზო ჩხეიძემ მითხრა რომ დააქცია კინოსტუდია დაწერეთ ამ გოგოსთვისო. დაწერეთო. ეს რო ყავდეს ჰოლივუდსო, აი ჩინეთში და კიო და თურმე იქ მეორე შემოქმედებითი გაერთიანება და პირველი შემოქმედებითი ასე ერქვა. ხო და რომელიღაცა შემოქმედებით გაერთიანებაში თავმოყრილი არიან ეს ადამიანები, ეს ძვირფასი და ნიჭიერი ადამიანები და ბატონმა რეზო ჩხეიძე მომიტანა ეს ამბავი. დაგვამხო თავზე ყველაფერი, რომ რეალიზაცია გაუკეთეთ ამ ადამიანის მას უნარსო. თქვენ როგორ შეაფასებთ თქვენ თვითონ საკუთარ თავს რეალიზაცია? არა, რანაირად ესა. დრომ. ჩემზე დაწერილ სცენარებში, არ ვიცი, ცოტა ხნის წინ არსებობდა და ცხოვრობდნენ ჭიაღუები და ეხლა შეიძლება გაასუფთავეს და გადაყარეს. კი. წინით რომ ასე მოხდა. რასაკვირველია წინს, იმიტომ რომ იცი რა, მიძახე ხა ნიჭიერია, ლაურა ნიჭიერი ხალია, ყველა ბრუნვაში და მე ეს მესმის და მეც ვიცი. იმიტომ რომ ნიჭიერმა კი არა, უნიჭიერესმა მაესტრომ მითხრა, რა ჩემი შესაძლებლობები იმანაწონა. ხო და მე რა თუ რეალიზაცია არ უკეთდება ამ ნიჭიერებას და შენს ცხოვრებასთან ერთად არ მოდის და არ იწელება. ხა იძახე რამდენია მიწაში ალბათ ჩაწოლილი ჩემზე ნიჭიერი, რომლის გვარდასახელი არაფერი არ ვიცით. იმიტომ რომ არ მოხდა თავის დროზე იმის მიგნება და იმის გამოყენება და ცუდი სიტყვა, მაგრამ რეალიზაცია. ხო და ხა იძახე რომ არ ნიჭიერი, აი რაც მოხერხდა გავაკეთე ის. კმაყოფილი ხართ მაგ პროდუქტით? არა. რატო? იმიტომ რომ მეტი შემეძლო და მეტი მინდოდა. მე ერთხელ პრემიერაზეა მოსული კულტურის მინისტრი, გვარდასახელს არ ვიტყვი, გამიშვით რა, კასტინგზე გამიშვით ჰოლივუდში, იმ ამბავს მაინც ჩამოგიტანთ მე ვთხარი, რამდენი მილიონით მაჯობებენ, ხო, საინტერესო თქო. იმიტომ რომ იქ ხო ხა ზარებით არ ხდება და რაღაცა კასტინგი რო ცხადდება, წრეზე ნანახი მაქვს პროცესი, მუშაობს 3, 4, 5 კამერა, ყველა რაკურსი, დავალება ყველას ერთი აქვს, მე შედიან და როგორც საუკეთესო იმას რა ქვია, ოხრახუშს გირჩევენ შენ. ან რაღაცა აი ბაზარში რო ეძებ რა, ყველაზე უკეთეს. საქართველოში რა ვითარება, ზარებით ხდება? ხო და არ გაინტერესებს რა მითხრა? კი, რა თქმა უნდა, უბრალოდ რო არ დამავიწყდეს თქო. არ დაგავიწყდეს და გეტყვი რომ ეგო ბიუჯეტში უნდა შევიტანოთო წინასწარ ეგ თანხაო. ეგრე არ არისო რომ ხა ავდგეთო და გაგიშვათო ეგეთი რამე. აი ხა მითხარია რომ არ დაგავიწყდა? საქართველოში როგორ ხდება ეგ პროცესი? რა პროცესი? კასტინგები ზარებით? კასტინგები? დიახ. ჩემ შემთხვევაში მე რასაც ვიმუშავე, ზარებით არ ყოფილა და ეხლა როგორ ხდება არ ვიცი. ეხლა ხო არ ვიცი. სისულელია რა ზარი, რა ზარი. არა, მაგალითად ვიღაცამ დარეკა რომ აიყვანეთ ქალბატონი ლაურა, იმიტომ რომ ჩემი ნაცნობია. ხო. და არ გამოუვა და ღირსიც იქნება. ზარით. არ გამოვა ზარი. როგორ შეიძლება ზარი? არა, მაგალითად ჩემს თავზე ვიტყვი, მყავს ვიღაც ნაცნობი თეატრში. და მომიდა. მე კინო წარმოვიდგინე, მაგრამ თეატრშიც იგივე. დიახ, რა თქმა უნდა. თეატრშიც იგივეა. თუნდაც კინოში მაგალითად მყავს რეჟისორი, არის ჩემი ბიძაშვილი. ხო. და ვეუბნები რომ ძალიან გითხო, მინდა ამ კინოში თამაში და რეკავს სადაც საჭიროა და ვეუბნება ხდება ამასე საქართველოში. მე მომიკრავს ყური რომ ხდება, თუ ხდებოდა. ხო და რა მე რა არ გამოვა. იმას წინასწარ ხელი აქვს მოწერილი მაგაზე რომ მაინც არ გამოვა და მოდი ეს მაინც გავაკეთო. რაღაცა ეგეთია, თორე აი რანაირად შეიძლება ახლა ფიქრობდე შენ სერიოზულ ფილმზე, არტისტზე იყო სერიოზული რაღაცა, არ ვიცი მე რაღაცა ის გინდოდეს რაღაცის თქმა, აქტუალურის და ხელში გეჭიროს მასალა,
ძვირფასი რაღაცა და რა ზარი არ ვიცი მოკლედ ეგ არ მინდა მაგაზე ლაპარაკი არც მინდა დავიჯერო და არც ჩემს მაშინ ეს არ ყოფილა არ ვიცი როდესაც დავიწყე მომზადება ჩვენი ინტერვიუსთვის და რა თქმა უნდა ხო ყველას ვეუბნებოდი ვინ იქნება ჩემი შემდეგი სტუმარი დამიხასიათეს ასე თქვენი თავი საკმაოდ პირდაპირი და პრინციპული ქალბატონია მე თეატრში ლაურა მართალიას რაოდენიმე ადამიანი ასე მომმართავს როგორ გამოიხატება ეგ როგორ გამოიხატება და ძალიან კაი კითხვაა როგორ გამოიხატება და ნახე არა აქვს მნიშვნელობა მე ვთამაშობ სპექტაკლში თუ არ ვთამაშობ გულწრფელად მინდა რომ თეატრში ის სპექტაკლი რომელსაც მე არ ვთამაშობ იყოს ძალიან კარგი რატო იცით ის თეატრი მე გავაკეთე სხვებთან ერთად და მინდა რომ ის თეატრი მე რო აღარ ვიქნები საუკუნეები იყოს და თეატრს რა შეინახავს კარგი სპექტაკლი ხო და ჩემი პატარა ეხლა რომელიც მე მეღირსა და ყველა როლს და მთელ ჩემ ცხოვრებას რომ ირჩევნია და ეს რა ყოფილა ეხლა წარმოიდგინე რა მოხდება იმ ადგილას და რომ იტყვის სიამაყით რომ მისი ბებოს გაკეთებულია და რა უბედური ვიქნები და იმ მიწაში რა და ხო იქ მართლა მოუყოდები რომ გაიაროს და სიცარიელი იყოს იქ და აღარ იყოს იქ ამაზე ნუ ვილაპარაკებთ მეც რა ხო და ამიტომ გულწრფელი ვარ და ვამბობ რომ ეს ვარგა ეს არ ვარგა აქ მივიღებ მონაწილეობას ზუსტად ვიცი მე რა უნდა გავაკეთო სცენაზე ზუსტად ვიცი რა არ უნდა შემომთავაზონ არიან არტისტები რომლებსაც გონიათ რომ ყველაფერი მათია და თუ გაუკეთებია ერთხელ ძალიან კარგი ან ორჯერ ძალიან კარგი იმასაც აფუჭებს იმიტომ რომ გონია რომ გააკეთებს ასე არ არის ყველაფერი შენი როლი არ არის უნდა იცოდეს შენი რა არის რა არის თქვენი როლი ჩემი როლი რა არის სახასიათო როლი სახასიათო და იმ წუთას მაყურებელს როგორც რეცეპტი აი რა თემა ჭირდება რომ მიეშველო აი ასეთ რამეს თუ ვინმე შემომთავაზებს რომ მაყურებელს ვუთხრა რომ აი ასეთ შემთხვევაში აი ასე ჯობია არასდროს არ ვიტყვი უარს ანუ ეს მასწავლებლისგან ვიცი მოვიდა ერთხელ დაჯდა და ვეღარ სუნთქავს თუმანიშვილი და მე ვთხარი რატომ დადიხარ ფეხით თქო პეტრიაშვილის ქუჩიდან მოვიდა ეს ზუსტად ესე გააკეთა ლაურა ფიქრობ რა ვთქვა მსგან ვიცი ეს თუ კი მეწოდინება რა უნდა ვთქვა და რეჟისორი გამოჩნდება ისეთი რომელიც მიხვდება იმას რომ ამას ლაურა იტყვის ძალიან მაგრად ვინ არის საქართველოში ასეთი რეჟისორი არ არის საოცნებო როლი როგორი გაქვთ იცი ეხლა ესე არ არის საოცნებო როლი ესე ვერ გეტყვი აი რას გულისხმობ კლასიკას არა როლი რომლის შესრულებაც გინდათ არა მე მინდა და დიდი სიამოვნებით თემას სოციალურ თემებს ნებისმიერ თემას რომ იყოს გამართული დრამატურგია და ფიქრობდეს ამაზე ვინმე დიდი სიამოვნებით ასაკი არ მიშლის ხელს ერთმა არტისტმა თქვა რომ ძალიან ძნელი ასაკშიო ასაკიანი ქალისთვის როლიო რატოა ძნელი ვერ გავიგე აი ძნელი რატოა სესილია მასაკში დაიწყო არტისტობა მაგრამ იქ მაშინ ისეთი რეჟისორები გამოჩნდნენ რომ ზუსტად მოუძებნეს და ზუსტად მიაჩეთავაზეს ეხლა არ ხდება საქართველოზე რომ იღებდნენ ფილმს ან სპექტაკლი დაიდგას
რა? ვისი საქართველოს შესახებ რომ გადაიღონ ახლა ფილმი, აი სოციალური თემა მითხარით, სოციალური თემა დამაინტერესებსო. რა როლი გექნებათ? საქართველოზე? დიახ. რა როლს შეასრულებთ? მე არ ვიცი ახლა. ცით რა? მაგაზე არ მიფიქრია და ეხლა მომივიდა ეს აზრი თავში, იმიტომ რომ ინფორმაცია, იმიტომ რომ გახსოვს ანწუხელიძის დედას რო კითხეს, რომ გაუშვებდიო და კიო. აბა არ ვითამაშებდი, არ ვცდიდი. გახსოვთ თუ არ გახსოვთ ესა? ხო. გავოგონდი. ხო, აბა რატომაც არა. ქალბატონო ლაურა, ყოფილა ისეთი შემთხვევები თქვენს ცხოვრებაში, რომ აი ამ პრინციპულობის, პირდაპირობის გამო, რომელითაც ხართ ცნობილი. არ ყოფილა ვიცი, რასაც მეკითხები, არ ყოფილა. ისეთი მომენტები, რომ არა. შეუშლია ხელი. არ ყოფილა. საკმარისი ისეთი სკოლა გამატარა იმ ადამიანმა, ვიცი მეხამრიდი მიყენია და როგორც კი საშიშროებას უგრძნობ, იმ წუთას ვაჭერ ხელს, რომ ავირიდო. და ამდენი ხნის განმავლობაში ახლა წარმოიდგინე თეატრში ვარ, არც მომდურავი მყავს და არც მძულს არავინ. აი მიყვარს თუ არ დაიჯერებ? არ მძულს არა. არ შემიძლია სიძულვილი და რაღაცა. ისა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხა იქ ყველას მე ვუყურებ როგორც ტალანტებს და ასე შემდეგ. არა, არიან ტალანტი არის ნიჭიერი და არის ნაკლებად ნიჭიერი, მაგრამ აი ფიცარნაგზე რო ადამიანი დგას და მის ტვინში, იმის გარდა რო არაფერი არ არის, უკვე საპატივსაცემო და საყვარელია და მით უმეტეს ნიჭიერი, რომელსაც შეუძლია გარდასახვის თეორიის ცოდნით, თავისი თავი დაკარგოს იქ და პერსონაჟი გაჩვენოს. ხო დაგავიწყდება ყველა პრობლემა, რაც გაქვს. აი ის კბილი, რომელიც გტკივა და არ მიაქცია ამდენ ხანს ყურადღება, აი პერსონაჟს რო უყურებ და არ გახსოვს გარეთ რა ხდება. ანუ წრეა შეკრული სცენასა და მაყურებელს შორის და მისდევ იმას, იმ ამბავს მისდევ. ახალ მაგ მდგომარეობაში ვარ თქვენთან ერთად. ხარ? დიახ, რომ გიყურებთ, გაჩუმებული ვარ, რაც დამავიწყდა, რომ კითხვები უნდა დავსვა. იმდენად ვტკბები. მადლობა, შენგენაცვალე, მადლობა. ხო, აი ამას აი ეს არის რა. აი ეს პროცესია საინტერესო. ამისთვის გამოიგონა ადამიანმა ის ამაღლებული ფიცარნაგი. ამისთვის დაიწერა გარდასახვის თეორია. ნახეთ, თვითონ სიტყვა გარდასახვა. გადაკეთდიო. ხო და აბა მიდი გადაკეთდი რა. როგორია გადაკეთდი? კი რა, პიესა რო იკითხება ყველასთვის, ხო? და შენ იცი იმ პიესაში ვინ ახარ, რომელი ადამიანი ხარ, ხო? და იწყებ ფიქრს, უსმენ და თან იმაზე ფიქრობ და უცებ ჩაბნელდება ყველაფერი და შენ დადიხარ და ხან ერთ კედელს მიარტყავ თავს, ხან მეორეს გასასვლელს ეძებ, რომ როგორ გახვიდი აქედან, იმიტომ რომ არ იცი ვინ შემოგთავაზეს. სრული სიბნელე, სიბეცე. აი სრული, არ იცი სად ახარ. და თქვენ უნდა გაანათოთ? ხო, უნდა გაანათო. ხო, ძალიან რთულია. ძალიან ძნელია. აი გულის გადანერგვასავით არის. თუ ასე შეხედავდა, თუ ისე შეხედავ, როგორც დღევანდელი სპექტაკლები, ამაზე ადვილი არაფერი არ არის, რეჟისორმა ასე გადაიდოს ფეხზე, ასისტენტი გვერდზე უზის, ჩემი მისგან განსხვავებით აქ გადახეული შარვალი აცვია, შავი სათვალით რატომღაც და ერთმანეთს ასე მინახია ესა. ურტყავენ ესე ხელებს იქიდან აქედან, რომ დავგლიჯეთ. რა დაგლიჯე, კაცო? არაფერი არ ხდება. ისწავლებიან ტექსტებს. და ყველა სპექტაკლში, რატომღაც ჯღავის. რა არის ეს, რა სანახაობაა? რატო ქვია ამას სპექტაკლი? რა არის ესა? რთულია და იმიტომ ერთმა ძალიან ჩემთვის, მაგრამ აღარ ვცემ პატივს. პატივს ვცემდი და მეგონა რომ
ვაიმე სად ავიწევი ცოტა რომ ნიჭიერი იყო რაღაცა ერთხელ გააკეთა ხო და რო ნახა რომ მეორედ ვეღარ აკეთებს ისეც გააკეთა მაშინ უნდა ვთქვა გვარი და სახელი სპექტაკლი გააკეთა და მე ვეღარ გააკეთა გამოვიდა და თქვა რომ დღესო სხვა ესთეტიკაა თეატრშიო და მაყურებელსაცო სხვა მოთხოვნა რა ესთეტიკა თუ არტისტმა არ იცის გარდასახვა და პერსონაჟის გაკეთება აი რა მოხდა და რატომ მოხდა ასეთი ცვლილება სკოლა აღარ არის როდიდან და ვინ შეუშალა ხელი მე არ ვიცი ახლა წელთაღრიცხვა და ის არა ქვია არ ვიცი მე როდიდან და რაღაცა მაგრამ მე და ჩემი თაობა რო წავალთ ჯერ არ გვინდა ჯერ არ მინდა ცოტა ხანი გითხრა შეგვიძლია როლებისთვის და თეატრის სცენისთვის და იმისთვის ასე არ გაიგოს მაყურებელმა და არც თქვენ ის პატარა ბიჭუნა მინდა წამოზარდო მე როგორც ბებია ხო და ის არა ქვია არა ეს რთული თემაა და სადღაც სხვა რაკურსს აიღებს ეს და არ მინდა ამას ლაპარაკი ერთი სიტყვით გეტყვი რომ ის სკოლა რომელიც მე გავიარე მსგავსი არაფერი აღარ არის იმის მაგვარი და ისიც გეცოდინება რომ გამოცდა არ ჩამაბარებია თუმანიშვილ ესეც ხო იცი რატო იმიტომ რომ ის რენტგენი იყო ის შემოვიდა ჩემში დავათვალიე რა აქ ნახა რომ სინჯარაში დევს ის იმას რო უნდა ხო ყველას აგვაქვს სინჯარები შესაძლებლობების ხო ნუ ბრჭყალებში ხო ნახა და ამიყვანა გამოცდებ ტურებ გავლილი ნუ ნაწამები ნაწვალები ბავშვები შემოვან დამაჩინა სოფლიდან ჩამოხეტებული გოგო ქალბატონ ლავრო უდაოდ შეყვარებული ბრძანდებით თქვენს პროფესიაზე უნდა გკითხოთ დღეს არიან ასეთი მსახიობები ჩვენს თეატრში რატომ დაკარგა თეატრმა სკოლა კი ბატონო სკოლა რომელიც გამოცდილებას გაძლევს აი ეს წმინდა სიყვარული ეს რომანტიზაცია როგორც თქვენ უკეთებთ სპექტაკლს რატომ აღარ არის ადამიანებში არ ვიცი მე შემიძლია არას რო ვამბობ პასუხი გავცე რატომ ვამბობ არას აბა გაიტანონ ეხლა უფრო არ არის გახსნილი სამყარო ორღობეს დაემსგავსა ეხლა უფრო ხელმისაწვდომი არ არის ყველანაირ ბაზარი გაყიდონ კომუნისტების დროს მოიტაცა მთელმა ცივილურმა სამყარომ დონ ჟუანი და ბაკულას ყურები და რანაირად ხო და ეხლა გაგეცი პასუხი თუ ეს ხარისხი დავარდა თუ ეს ასე არ არის მაშინ რატო არ იყიდება კაცო ჩვეულებრივი ბიზნესია სხვათა შორის დიახ რა თქმა უნდა ჩვეულებრივი ხო ჩვენს მიწის ქვეშ ჩვენი ტერიტორიის ქვეშ იმას გამჩენს კი არ შეეშალა ნავთი და გაზი რო არ ამოდო ჩვენ მოგწა შემოქმედების უნარი კულტურის უნარი და ეს არ არის იცით რა ეხა ეს იცი რაღაცა ის თავის მოწმუნების და რაღაცა კართოლებს რო გჭირს ეს რაღაცა არა ეს დადასტურებულია ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის მარაგით რომელიც შეიძლება 80 მილიონიან ქვეყანას არ კონდეს რანაირად არის ეს ხო არ იცი ამ ერთ პაწაწინა მოხაზულობაში და ის რომ ეს ბიზნესად გადაქცეულიყო არავინ არ იფიქრა ამაზე და რაზე ფიქრობ? მე რა ვიცი, ხარ რთულ კითხვებს, ნუ მომწებ, გეყვეწები რა. დაწვებული ვარ რომ გაქვთ პასუხი. პასუხი როგორ არა მაქვს, მაგრამ ეს ჩემი სალაპარაკო არ არის. ჩემი სალაპარაკო არის ის, რაც მე ვიცი. დავუბრუნდეთ მაშინ თქვენს როლს და პირველი ასეთი მასობრივი ცნობადობა კინოში მოგიტანთ ბაბულას. როლმა სიყვარული ყველას უნდა. თუმცა ვიცი რომ დიდად არ გიყვართ ეგ როლი. არა, არ მიყვარს არ არის, ესე არა, არ მიყვარს არა. მე გეტყვი რას, რომელიც არ იცის მაყურებელმა. დასაწვავ კომუნისტებს ჰქონდათ ფორმატი, საათი და 20 წუთი უნდა ყოფილიყო ფირი, საათს და 20 წუთს უნდა ყოფნოდა. და ამ საათსა და 20 წუთში რაც ჩაეტია, რეჟისორმა ის ჩატია, გიორგი შენგელაევ და მიშა ჭაურელმა. და გადაღებული ქონიათ 3 სერიის, ანუ 3 ფილმის მასალა. და ცხონებული გიორგი მეუბნებოდა რომ გადავყარეო, იმიტომ რომ თავარ როლი შენ გამოდიოდიო, და მაშინ სულ უნდა იმას მექნაო, რა ქვია, რაღაცა ესეთი.
მაგრამ ყოფილიყო, რატო გადავყარე თუ ჰიტად იქცეოდა და ესე შეიყვარებდა ხალხი ამასო და განიცდიდა ძალიან რომ გადაყარა დასაწვავად. არ ჭირდებოდა და შედეგმა მე ასე დაწყიტა გული და მეც დამწყდა გული და ვეკითხებოდი რომ გეხვეწები რა არის რა სცენები გაქვს ჩემი გადაღებული რომელიც გადაიყარა ხო და ხა მაგას ერთი გადაცემა კიდე უნდა რომ მოგიყვე კი ბატონო მაშინ სხვა ასეთ მასშტაბურ როლს თამამად ვიტყვი მასშტაბურ როლს შევეხვები ეს არის ყველასთვის საყვარელი ეგონა კი უყვარს ხალხს უყვარს ძალიან მარტივი თქვია ხო როგორ მოხვდით სერიალში იცი აი როგორ მოხვდი არ ვიცი დამირეკეს და მითხრეს რომ შემოთავაზებაა ანუ ეგრევე თქვენს როლს თქვენს თავს არა სიდედრიო რაღაცო სიდედრი და ისა და ეხა ნახე ესეც ჩემი პედაგოგისგან ვიცი რომ სერიალი რომელიც ეხლა დაიწყეს ამერიკელებმა განსაკუთრებით კინოს ხერხებით გადაღება სერიალებისა ამას რა ჯობია კაცო უყურებ ყველა სერიას როგორც კინოს ხერხებით ტექნოლოგიით თამაშის ხარისხით განათებით დრამატურგიით არ არის ნუ ბრტყელი არ არის როგორც სერიალი და მიშას არ ვიცი ხა ეს ცოდნა ქონდა თუ გაგონი რომ თუ იქ რეჟისორი არ მუშაობს მსხვილი პლანზე, აი მსხვილი პლანი რასაც გვაქვს, მსხვილი კადრი რასაც გვაქვს და ასე შემდეგ შეიძლება არტისტი გახუნდეს, დაიშტამპოს. აი რაღაცა საინტერესოა. ეგონას ეგარ დაემართა. რაღაცა. ხო და რაღაცა ეს ინფორმაცია რომ მქონდა თითქოს აღფრთოვანება ვერ მივიღე ხა, ნუ დამიძახეს. და ესე რაღაცა ზლაზნით მივედი და სახელი რა ქვია მეთქი ამას. გადაღებაზე ვიკითხე და ეგონაო. აი იმ წუთში მითხრა იქ იმ სინჯარაში რომ ზის რაღაცა რომ მე აქედან გავაკეთებ. სახელმა აღმაფრთოვანა სწორია? ხო და სახელმა მითხრა რომ შეიძლება პერსონაჟის გაკეთება. თქვენ თვითონ მოგწონთ ეგონა? როგორც ადამიანი, როგორც პიროვნება. მოსაწონი ეგონას არ გამაგია. ზუსტად ეგ მაინტერესებს, მიუხედავად იმისა, რომ ეგონას მოსაწონი რა? უფრო ანტაგონისტის რა როლშია. საკვირველია? რამ შეაყვარა ჩვენ საზოგადოებას? ანუ მართლა გიშდება. აი ხა გითხრა. ეგონას და ნატურულის დუეტზე. აი ხა გითხრა პატივსცემ, ცნობილი პოლიტიკოსია და არიან წესიერებიც თურმე და ერთ-ერთი წესიერი ეს კაციც არის და სადაც თავყრილობაა და დავინახე და გამოქანდა ეს კაცი მამიდა და დავიბენი რა მამიდა რის მამიდა ცოცხალი პირველად ნახე ეს კაცი რა მამიდა ჩემი ხარო რა და ჩაგეხუტო რა მეგრელია ო აი ერთ-ერთში მამიდა ჩემი ხარო ვიზუალითაცო აი რაღაცა იმ შორისდებულებითო ნუ რაღაცა ესეთი რა ნუ არ ვიცი მოკლედ გამოვიდა სახელმა და ხო იცი ისიც გეცოდინება რომ და ერთ ჟურნალისტს უთხარი რომ მთელი ცხოვრება მიშას ხელში განსაკუთრებით სულ მეგონა და ვინდავრჩი ეგონა როგორ შეაფასებდა მიხეილი დღეს ეგონას არ ვტყუი გულწრფელი ვარ პერსონაჟს ვაკეთებ და მე რა ვიცი როგორ ცუდად არ შეაფასებდა არა არ შეაფასებდა მე ხლა რამე მიგავს იმას რა პერსონაჟს ვაკეთებ რა და იმას პერსონაჟების კეთება უყვარდა და პატივსცემდა არტისტს რომელსაც ეს შეეძლო გეგონათ რომ აი თქვენი ეს პერსონაჟი გახდებოდა ასეთი მასშტაბური არ მეგონა სიმართლე გითხრათ მეც არ მეგონა და ზოგადად ეს სერიალი თუ ესეთი პოპულარული იქნებოდა და ხალხის
ხალხს მიიჯაჭავდა და მოლოდინში იქნებოდა. ამ პოპულარობის თქვენი აზრით. მე მგონი ლაივი. ცხოვრებაში რაც ხდება ხო, ლაივი მე მგონი, ოღონდ სხვა სიტყვებით და სხვა ადამიანებით. მე მგონი. მე ვითამაშე აზერბაიჯანულ თეატრში დარისპანის გასაჭირი ლალი ნიკოლაძე რო დაბრუნდა თურქეთიდან. მოკლედ იქ გაუშვე სამხატვრო ხელმძღვანელს და რატომაც შემომთავაზა მე მართა. ეხა იქ რაღაცა ტექსტები თურქულად ვისწავლე, კი, ხო და მე მართა თურქეთიდან ანკარიდან ჩამოიყვანა დარისპანი და ბაქოდან ჩამოიყვანა ახალგაზრდა კაროჟნა. რაღაც ესეთი სამკუთხედი გააკეთა და რაღაცა პოლიტიკური, რაღაცა ჩანაფიქრი мотивация ჰქონდა ამ გადაწყვეტას. სპექტაკლი რომ დამთავრდა ბაქოს საელჩოდან მოვიდნენ ადამიანები და ესეთი წარმოსადეგი გარეგნობის კაცს ახლავს ვიღაცა ქალი და დამელაპარაკა თურქულად და მე ვთქვა არ ვიცი ენა თქო ვირას ამბობდო და ჩაერთო ხელათ ეს თარჯიმანი ქალბატონ ლაურად ჩათვალეთო რომ ბაქოს რამაზ ჩხიკვაძე გელაპარაკებათო მათთვის ეს იყო თურმე არის როგორც რამაზ ჩხიკვაძე და რა უნდა თქო მე ვთხარი გეუბნებაო რომ მეთამაშოსო და რა ვითამაშო თქო მე ვთხარი სპექტაკლი აგერ ვითამაშე არ ვიცი რაზე ლაპარაკი თქვა ისე ჭირა შამპანიური ჩასავსე ჭიქა ეჭირა ხელში ფუჟერდა ეხა მე ვიცი რომ მაგ აი ეს რა სარწმუნოების ხალხი მაინც არ ეტანება სასმელს და რაღაცა და მეთქი რაც დალია ეყო და გაბჟუტურდა აბა რას მეუნება ხა მეთამაშე არა მითხრა სერიოზული კაცი არისო და გეუბნებაო ლაპარაკობს და მითარგმნის გეუბნებაო რომ სერიალში რო ქალს თამაშობო ის მეთამაშეო დამთანხმდიო მაგაზეო და ეხლავე დავრეკავ ბაქოშიო სცენარისტებთანო და შეუკვეთავ სცენარსო ბაქოში არიან ეგეთი ქალები თუ არის და მოაყოლა ამას ფრაზა რუსულად ხანუ там всё по-другому будет ხოდა ახლა მე კი გავიგეს და ყველაზე სასიამოვნო ფრაზა კი იყო ეს მაგრამ თარჯიმანმაც არ მოითმინა და მითხრა რასაც მოითხოვე მას მოგცემენო მეთქი ეს ნამდვილი ამბავი კიდე არ მჯერა რო გავიდა ერთი კვირა და მირეკავს ეს ქალბატონი კაცო ის კაცი პასუხს ელოდება შენგანო მე ვთხარ ერთი დღე მაცალეთ თქო და გავიქეცი და სად გავიქეცი აბა თუ მიხვდი ფორმულაზე ვისთან მივედი ირაკლის აღინაძესთან იმიტომ რომ სანამ ირაკლისთან მივალ მე ტრანსპორტი არ მაქვს და ვაიმე ვითვლი წუთებს იმიტომ რომ ავშენდი ქალი მივდივარ ქალი აშენებული რა სახლის ხანაირი მაქვს ყველაფერი რაც მინდა ყველაფერი მაქვს იმიტომ რომ там всё по-другому будет და ირაკლი მითხრა მაგალს ჩვენ ვერავის ვერ მივცემთო დამთავრდა სერიალი და გინდა ბაქომ დააკპატიჟოს და გინდა იმან ერევანმა ჩვენ საქმე არ არისო რომ რაღაცა ჩავერიოთ მაგაშიო და ასო ხო და მოკლედ ეს ჩემი 1 საათში აშენებული ცხოვრება 1 წუთში დამინგრია ირაკლის აღინაძე თქვენი მეუღლე დავით ნაცრუშვილი არის უდიდესი და ცნობილი რეჟისორი თუმცა თქვენ არ გითამაშიათ მის ფილმებში მაგიტო გავყევე ბიჭო როგორც ჯულიეტა მაზინა წარმოვიდგინე რომ მისი მუზა გახდებოდი აი როგორ მაბარა ამას რა მაფიქრებიებდა რომ კაცი ჩამოიყვანეს მოსკოვიდან აი ესე ჩამოიტანეს ტარკოვსკის ციგნებზე და ფრიადოსან და რეზო ჩხეიძემ რომ არ ჩაგეთვლება ეს ქართულ ხელოვნებაში ისე როგორც არ ჩაეთვალა ქართველებს იქო სახლსაც მოგცემ როლსაც მოგე კინოსაც მოგცემ ნუ ჩამოიყვანა რა ერთი ფილმის გადაღება მოასწრო მხატვრული ფილმის რომელსაც არც კაბააცვი არ ტუფლიაცვი არც არაფერი შეუფუთავი გაუხმოვანებელი ნუ რო გაიტანო ხო უნდა ჩააცვა რა ამის საშუალება ამდენი წელიწადია არ არის მაგრამ შედევრია ეს სიტყვა ჩემი შეფასებული არ არის
ჩემი შეფასებით ნათქვამი სიტყვა არ არის, ეს ცხონებული თენგიზ აბულაძის დადებული ნიშანია როგორც ხარისხის. მან თქვა, რომ ეს არის შედევრი, მაგრამ შედევრი რაზედაც თქვა. აი უკვე იწყება ზვიადის ჩამოგდება და რაღაცა და 26 მაისი რო გამოაცხადა დამოუკიდებლობის დღეთ პარტიკაბელი ქვია, უნდა დადგა რაღაცა დანადგარია და კამერა უნდა მაღლიდან გადასაღებს საშუალებას პარტიკაბელი ქვია და მაღლიდან არის გადაღებული 26 მაისი და 26 მაისის მოვლენებში თამაშობს მთავარი გმირი და კგბ-მ მოიპარა 6 ნაწილი. საიდან იცი? ლაბორატორიიდან კინოსტუდია ქართული ფილმის, რომლის ანალოგი ისტორიას არ ახსოვს. და იმის მაგივრად, იმ 6 ნაწილის მაგივრად თავიდან მოუწია გადაღება, მაგრამ მაინც მიუხედავად ამისა, მონპელიედან გამოგზავნილი იოსელიანის, ასე ვთქვათ, პრიზი, როგორც საუკეთესო იმ წლის ნამუშევარი, სახლში მიკიდია როგორც ქონება სათუთად. გისაუბრიათ მეუღლესთან, რომ აი რა როლში მხედავ. კი, როგორ არა. აბა ახარაზე უნდა ვისაუბრო. რა როლში გხედავ? რაზე უნდა ვისაუბროთ? დაწერილი აქვს პიესები, ერთმა მიშა თუმანიშვილის პრემიაც აიღო. მშთ 15, სადაც მთავარი როლი არის მტვერსასუტი და იმისი შეყვარებული ვარ მე. დიახ. ეს არის გაბრიაძის სტილში გაკეთებული. ნუ მეტაფორაა რა ეს ისად. და თუმანიშვილის პრემია. მეორე პიესა, რომელიც უკრაინელებისთვის გააკეთა და არის შედევრი და არ ვიცი როგორ გადაწყდება ამისი ბედი. მოკლედ, ამაზე ბევრს ვერ ვილაპარაკებ, იმიტომ რომ ბევრი დრო უნდა შედევრია. თავდება პიესა, როგორ იცით, ჩეხოვი გამოდის და ბუდიშს უხდის უკრაინელებს. ხო, ვინც გააჩნდათ მაგათ, ვინც გააჩნდათ. აი ვისაც ერქვა. ძლიერი ნაბიჯია. დიახ. და არ ხერხდება არც ამ პიესების რეალიზაცია, იმის გამო რაზეც ვილაპარაკეთ მოკლედ. მაგრამ მოვა დრო, აუცილებლად მოვა დრო, რომ დატაცებაზე იქნება ეს სამივე ნამუშევარი. დავიმახსოვრებ. აბა მე მოგწერ მე ამ პიესების რაღაცა ისე ფაბულებს. ხო. და ChatGPT-მ როგორ შეაფასა თუ გჯერა ამის. დიდი სიამოვნებით ვნახავ და წავიკითხავ. კი. ChatGPT მუპასუხა, რომ ეს კიევშიც უნდა დადგა, პარიზშიც უნდა დადგა, ტოკიოშიც. საქართველოში? საქართველოში პირველ რიგში. თქვენი მეუღლე ახლა კახეთში ცხოვრობს. ბატონო? კახეთში ცხოვრობს თქვენი მეუღლე. ხო, კახეთში ცხოვრობს. ხშირად სტუმრობთ ხოლმე კახეთს თქვენ? აბა ეხლა ეს იქ აბა ეხლა როგორ შეიძლება არ ვსტუმრობდე, იმიტომ რომ იმის გარეშე რანაირად შეიძლება აბა როგორ უნდა მოწყდე იმას, რაც სადაც დაიბადე, გაიზარდე, რაღაც ამდენი ამბავია იქ შენახული. ახლა სურვილი მაქვს, რომ ერთი გადაცემა გავაკეთოთ, იქ ვიაროთ კახეთის ქუჩებში. და მაჩვენოთ თქვენი საყვარელი ადგილები. აი რატომაც არა და მაგასთან ერთად მე იუბილეს გადაგიხდითო 70 წელსო კლასელებმა. აი ერთი-ორი იყო შეძლებული ისეთი საქმიანი და გონიერი ბიჭები იყვნენ და გაუმხილეს შატოების მეღვინეებს. აი რატო გეუბნები ამას? არც ერთმა მეღვინემ მოარი არა თქვა, მიიღო მონაწილეობა სანახაობაში და რა მინდოდა იცი? დათოს ის იყო ეს აზრი. არ უნდა იუბილე და სცენაზე ყვავილებში ჩაჯდომა გვირგვინებში და რაღაცაშიო. ჩავიდეთ ალავერტშიო. შევკადმოთ ცხენებიო. ხო და იქიდან დავიწყოთ როგორც იცოდნენ სალოცავებში სიარული და სოფელ ცენტრებში გავაჭეროთო. ხალხს მოეფეროთო. ხო და ლაოს მე ეს უკვე ჩემი ჩართული იყო. ყველა სოფლის კოლორიტი ვიცოდი და მინდოდა იქ გათამაშება გზა და გზა.
თელავის კოლორიტები ვიცოდი, მოყოლა, გათამაშება და მე შუამთაში თავის მოყრა. სტუმრიან, მასპინძლებიანად და ეს იქნებოდა, ხო არ მომხდარა ეგეთი რამე. კოვიდი დაიწყო. იფიქრე ამაზე, მაგარი რაღაცა. ყველამ უნდა ვიფიქროთ მეგობრებო. ყველა მიფიქრეთ, ყველამ, ხო, იმიტომ რომ იცი რატომ? იმიტომ რომ რა ვიცი, ამის გარეშეც არ შეიძლება ცხოვრება რა. ხალხთან ურთიერთობის გარეშე შეიძლება ადამიანებს, წესიერ ადამიანებს ჩვენ რო შეგვიძლია ისე არ მოვეფეროთ, იმითი არ მოვეფეროთ, ის არ უთხრათ, ის არ რა ვიცი. სანახაობა საინტერესო და საინტერესო არტისტი და წესიერი ადამიანებია. ჩვენს გვიყვარს იმათაც ვყავთ. წარმოიდგინეთ ახლა კახეთში, კახელი ბაბულას რომ დაინახავენ. ან ყველას ისაყვარელ ეგოდას, ღმერთო ყველა შოქში. ეგრეა ხო, ეგრეა. ხო. მოკლედ, ბევრი რამის გაკეთება შემეძლო, მაგრამ მადლობა ღმერთს, რაც გავაკეთე, რომ ამის საშუალება მაინც მომეწე, რომ ერთხელ სოფიკო ჭიაურელს უსმენდი და ძალიან პატივს ვცემდი. იმიტომ რომ მაგარი არტისტი იყო და პატივს ვცემ გარდაცვლილსაც, რატო იცი? აი პირდაპირ თქვა, რომ არტისტი იღბალი არისო, 50 იღბალი არისო და 50 ნიჭიო და მე ის იღბლიანი აღმოჩნდი, რომელსაც ერთიც მაქვს და მეორეც. ყველა გენიალური რეჟისორი ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდაო და მე იმათ ცხოვრებაში გამოვჩდიო და მე აბა ხა ვინ დავიკვე ხო აბა მითხარე. მიშას მერე ვინ დავიკვე. ქალბატონო ლაურა, ახალგაზრდობაში ექიმებმა არასწორი დიაგნოზი დასვეს, რომ თქვენ შვილი ვერ გეყოლებოდათ. აი მეთე რა გინდა ჩემგან? შეხედე ამა. როგორი რეაქცია გქონდათ? იცი რა? ეს საბჭოთა კავშირი იყო ისეთი რაღაცა გოიმური წყობა. რომ აი პალპაცია ხელთ გასინჯვისი იგეთ აპარატი არ არსებობდა, როცა უკვე ყველგან არსებობდა. ხო და გასტროლმა რომ მოგვიწია ავსტრალიაში და ვითამაშეთ დონ ჟუანი. დონ ჟუანის მერე მოდის ძალიან ლამაზი სიმპათიური ქალი და ქართულად ადელაიდაში ოჯახში მინდა წამოხვიდე და წამოიყვანე ვინც გინდაო მითხრა. ხო და წავედი რასაკვირველი ადამიანმა ავსტრალია. მე თბილისში დაბადებული და გაზრდილი ქალი ვარო, ებრაელი ვარო, მეუღლეც ებრაელი მყავსო და გადმოვსახლდითო, 2 შვილი მყავსო. ხო და მე ვთქვი დიდი სიამოვნებით. მე თვითონ აი რა არის ხა ნახე აი რატომ მოხდა ოღონდ ესე ეხლაც არ ვიცი აღარავის წაყვანა არ მომინდა ამ ქალთან მომინდა ძალიან ინტიმური ურთიერთობა და სწორადაც აი რაღაცა არ ვიცი აი აქ რაღაცა მე მინდა რომ დაგასაჩუქრო რომ ვივახშმეთ და რაღაცა და რა გინდაო მითხრა და ბიჭო მაშინ არაფერი არ მაქვს და რასაც მაჩუქებს ყველაფერი გამიხარდება, იმიტომ რომ არაფერი არ მაქვს. ხო და რა ვიცი, ვთხარ და რაღაცა სუნამოდ დავასახელე. არა, სუნამო არა, უფრო ისეთი. რატომ მოუნდა ასეთი მასშტაბური საჩუქრის გაკეთება? იმიტომ რომ მოვეწონე დონ ჟუანში. და სპექტაკლი მოეწონა და უნდა რომ იამაყოს. ის იყო გამდიდრებული ოჯახი, რომელსაც აი ყველაფერი ქონდა. ეხლა გაუსწარი სიუჟეტს. მერე ვაპირებდი ამის თქმას, რომ მივედი სასწაული ვნახე. რომ იმისთვის გამატანოს მანქანა არაფერი არ არის და გაგატანო. მანქანა არ მინდა მე ვთხარი, მე რაღაცა ისეთი ცუდი რაღაცა მითხრეს. და ეს მე ვთხარი დამიდგინე რა. ერთი დღე მომეცი და ერთი ღამეო. მე ორივე თბილისში მყავსო გაჩენილი ვარ ვიცი. მოკლედ ამ ქალმა მოიკითხა ყველა საუკეთესო სპეციალისტი ავსტრალია ადელაიდაში და რომ მიმიყვანა კლინიკაში
მე იმ ადამიანების სახეები არ მინახავს, იმიტომ რომ სკაფანდრებით შემოვიდა ხალხი სამი ადამიანი. როგორც უცხოპლა, აი მთვარეზე რომ და რასაც აცმევენ, რა ეგეთები შემოვიდნენ. საიდან არის ეს ქალი? ეკითხებიან ამას. ვინ თქვაო? ეს რა დიაგნოზი არისო? მოკლედ, აქ ავსტრალიაში ჩვენო გვაქვს პრობლემაა, რომ ქალებს არ უნდათ გაჩენაო და გაჩენა უნდა ქალსო და ასეთ რამეს აბსოლუტურად ჯანმრთელი ადამიანი არისო. არ ქონდათ ლაპარასკოპი ქვია. ლაპარასკოპი ქვია და ხელსაწყოს ლაპარასკოპი. რამდენი დრო გავიდა პირველად, ოდესაც გაიგეთ, რომ ვითომ შვილი არ გეყოლებოდათ და იმ ავსტრალიაში ვიზიტამდე? რამდენი დრო გავიდა? ანუ აი პირველად, როდესაც არა, მე არც გათხოვება მინდოდა და არც აღარც ოჯახი მინდოდა და არაფერი არ გაიგეთ? ხო, არაფერი ხა, პათოლოგია მითხრეს, რომ პათოლოგიაა და რანაირად შეიძლებოდა გეფიქრა ამაზე და ეს ყველაფერი დავაბრალე მაინც იმას, რომ დროზე არ ვიფიქრი ამაზე და რაღაცა თქო, ამან და გადავყევი ასე ვიყავი ყველა რეპეტიციაზე და მიშას პირის გაღებაზე, მე კი არა, ყველა. ხო და რაღაცნაირად ამას დავაბრალე, რომ მეთქი დროზე არ მივხედე. შენი კბილის არ იყოს. დღეს ჩემი კბილი თავარი თემაა ჩვენი ინტერვიუ. მოსაშველიებლად. ხო, უნდა გამომყვეთ. დიდი სიამოვნები. თუმცა ეს ერთადერთი შემთხვევა არ იყო უარყოფითი მედიცინასთან. კიდევ ერთი არასწორი დიაგნოზი. კინაღამ სიმსივნე გამიჩნდა ყელში სერიოზული. იმიტომ რომ დაზღვევა რომ შემოვა, ანუ თეატრი რომ დაეზღვევა, ხო, მე იყენებ ამ დაზღვევას და მიდიხარ იქ, სადაც გაგაგზავნიან. გამაგზავნეს მოკლედ და მითხრეს, რომ ერთი კლანზე არის გადაგვარებული, მაგრამ თქვენ ისეთ ასაკში ხართ, რომ ეს განლევას დაიწყებს და ისე მიქრება, რომ კვალს არანაირს არ დატოვებს. და ესე იგი 3 წელიწადი ვიყავი ამ მაშინ, რომ არაფერი არ მჭირს. მე რაღაცნაირად ძალიან დიდი დროა 3 წელი. მე რაღაცნაირად გამექცა წონა ცოტა მოვიმად რაღაცა და მითხრეს, რომ ახალი გაიდლაინებით არის ჩამოსული ამ ადგილას დაზღვევა მეუბნება. ენდოკრინოლოგი, რომელმაც აქ მასტერკლასი ჩაატარა, გითხრა უამრავი საინტერესო რაღაცა და ერთი მოგენახულებიათო რა და აი უცებ გეტყვი რა მოვინახულე და შემხვდა არაჩვეულებრივად რაღაც არაჩვეულებრივად განათებული ადამიანი ვიზუალურადაც და მითხრა რომ სიამოვნებით ჩავიბარებ თქვენ ენდოკრინოლოგიას თუ ჩიხს გამისინჯავ და ღვიძლსო. მე გავშალე დიდი ჩანთა მქონდა და შიგმიყრია ის რა ქვია რომ არაფერი არ მჭირს. იმიტომ რომ 3 დღის წინ მითხრეს რომ არაფერი არ მჭირს. უიმე აქ მე უთხარი ეს ყველაფერი და არა მოიღოთო რა და არც თქვათო რა ამის შესახებ არაფერი. მე ვისაც ვენდობი იმას გააკეთებიო და ვისაც ენდო და ჩავედით. მითხრეს რომ ბიოპსია უნდა გაიკეთოთ. იმავე დღეს ავერსში ხდება. ამოიყვანეს ქირურგი და აიღო ნაცხი. და გამატანეს ეს ნაცხი რომ ღია იქნება სარკმელიო. იმ სარკმელში ასე ვატანთ ხოლმე დღის მეორე ნახევარშიო. ხო და მომსდევს გავიხედე და კიბეებზე მორბის ეს კაცი ვინც ამიღო. მასალა ვინც აიღო. ვერ გიცანითო ქალბატონო ლაურა და ესე იგი ესე მომიყვა ჩემი მთელი ბავშვობიდან და დღემდე რაც იცის ჩემზე რომ ფანია პატივს უწევს სახი მაფასებს რაღაცა და გამომართვა ეს სინჯარა თუ რაღაცა იყო რა ვიცი რაღაცა ჯამი არ იყო რაღაცა პატარა რაღაცა იყო და თვითონ მიაწოდა და იგივე ხელით მეუბნება რაც არ უნდა პასუხი მოვიდესო არ შეგეშინდეთ ჩემზე ვიღებო უკვე შემეშინდა იმიტომ რომ ამნაირი გამოსტუმრება რავალია ხო კარგით მე უთხარი ხო მოკლედ მოვიდა პასუხი რომ 50 ან არის კანცერომა ახლა ველოდებით მას რა ქვია ეს 50-50-ზე ხო გავს არა გავს ხო გავს არა გავს არის ესე მოკლედ ჩემმა შვილმა გადაათენა 2 ღამე და
და იპოვა თურქეთში ადამიანი, ვისაც ელაპარაკება რა, ჩამოდით და მივყავარ. და უცებ ჩემი ჟალი ამბობს, რომ სანამ წავალთ, მივდივართ უკვე, მივდივართ. ამბობენ, რომ სასწაულის სპეციალისტია თურქეთ გამოვლილი და თურქეთშიაც რომ ძალიან პატივსცემენ. მე ბატონი ლევან რამიშვილი, დიდი სიამოვნებით ვახსენებ ეხლაც ამჯერადაც და ყოველთვის ამ ადამიანის გვარს და სახელს, რომელმაც გაიგო, რომ მე ვთქვი და დამირეკა და მადლობა მითხრა. მადლობისთვის და იმისთვის არ ვამბობ, რომ საოცარი, პასუხისმგებლიანი და მწოდნე კაცი ლევან რამიშვილი და იმიტომ რომ ჩემი რძალი ერისთავის სახელობის იმაში ქირურგიის ცენტრში მენეჯერია მედიცინის. ჩავბარდით ამ ლევანს და ამ ლევანმა დარეკა ვინმე კალოიანთან რა საწვალებთ ამ ქალს გამოუშვითო. აიღო ამ კალოიანმა, მაგრამ იქ დავტოვე სული სადღაც გახრიდა მთელი ხორხი. და 3 საათში მითხრა, რომ სიმსივნეა. სიმსივნეა, კანცერომა კი არა, აი სიმსივნეა, რომელიც გახეთქავს იმ კედელს. გამოძვრება, ეს იქნება ხვალ, თუ 10 წლის მერე, თუ 1 წელიწადში, თუ დღენახევარში არავინ არ იცის. და ლევანმა მითხრა, რომ უნდა მოვიღოთ. ჩემმა შვილმა უთხრა, რომ აბა თურქმა კაცმა თქვაო, რომ აი ეს რა ქვია, ასეთ შემთხვევასო ჩვენო ანუ ვწავთო, ან ვყინავთო. ეხა დაურეკე მაგკაცო, რომელსაც მელაპარაკებიო და მე დამალაპარაკეო რა, რომ 75% ამართლებსო ეგ მეთოდიო, 75%-ს და დედაზეა ლაპარაკი, რომელსაცო ჩვენც არანაკლებ პატივსცემ და გვიყვარსო და ასე ვერ გავიმეტებდო თქვენ დედასო რა, რომ 75%-ში მოხდება თუ არ მოხდება, კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენოთო და ამიტომ ხო, იმან უპასუხა რომ 75%. უნდა ამოვიღოთ. ამომიღეთ მე ვთხარ. მივიღე რა, რომ კი ბო, მაგრამ ესე ჩვეულებრივად როგორც გელაპარაკები, ოღონდ რომ მითხრა, რომ რაღაცა ის იყო რაღაცა 2 თვით ადრე ხდება და როდის უნდა გავიკეთო ოპერაცია 2 თვე გაწერილი არისო. ანუ ვერ შევძლებ ყველა პაციენტი, ყველა საათი. მე ვთხარი ბატონო ლევან, ხო მივიღე რომ კი ბო მაგ. აი ვერ მივიღებ მე ვთხარი ამ ლოდინს რა. მომეშველე რა. აი რაღაცა მომეშველე. მიხსენი მე ვთხარი იმისგან რაც არ შემიძლია რა. და მელიღაცა შაბათ-კვირას ამოიღო და მითხრა რომ ანუ მე იოდს ასმევენ რომ მთელ ორგანიზმს ამოწმებს მე არ დამჭირდა, მაგრამ მე კიდე მიბარებს. ნახევრას მწერენო ზეთ საზღვარზე იყო უკვე. აი უნდა გამსკდარიყო და გამოსულიყო და ამიტომო კიდე ესე იგი ნაცხის აღება დამჭირდა იმ ტერიტორიებიდან, რომ სადმე ხომ არ არის ჩათესლილი რაღაცა. ეხა ამ დაზღვევას ვურეკავ და ვეუბნები, რომ მოაშორეთ მანდიდან ის კაცი, რომელმაც მე მითხრა, რომ არაფერი არ გჭირს. და არ ვერ მიხვდებით რა მითხრეს. მოვაშორებ თუ უჩივლებო. მე ჭიყვი აღარა მაქვს ადამიანებო. რა შუაში მე რა ჭიყვს ვინ დამიბრუნებს? მე ჭიყვი აღარა მაქვს. ვისაც აქვს და უნდა შერჩეს, ისინი გადაარჩინეთ მე ვთქარ. მე შემიძლია დოკუმენტაცია დავდო, ანდა მანდ ინახება იმაში რა ქვია და ამოიღეთ რა ეგ დოკუმენტაცია. რომელ სადაზღვევოზე საუბარი? GPI-ში ხდება ეს. ამდენი წელი გავიდა ხო აი პირველი თქვენი შეხება არასწორი დიაგნოზით, ახლა ეს შემთხვევა არ შეიცვალა მედიცინის დონე საქართველოში? ვაი მე რა რთულია მაგაზე პასუხის გასცემა, მე რა ვიცი. მე რა ვიცი, ისეთ რაღაცებს ყვებიან. ახლა მე როგორ გავიგო რომელია მართალი, რომელი არ ვიცი. ახლა მივუახლოვდი ახალ ეტაპს თქვენი ცხოვრების, სანამ აქაც მოვიდოდით ძალიან აღფრთოვანებული ბრძანდებით, ახალი როლი გაქვთ, ბებია. ამაზე ვილაპარაკოთ კიდევ
ფერი ცხოვრება. და კიდევ რამდენ გადაცემაშიც კიდე იმდენში მოვალ თუ ამ თემაზე იქნება. როდის უნდა გამაცნოთ პირველ რიგში შვილი? იცით რა? მე ამის მჯერა. აი რისიც მჯერა იმას გეტყვით, რომ ვერ მოხერხდა. უბრალოდ მამამ ვერ მომაწყო ისე დროის თვალსაზრისით მოვნათლავ თუ არა იმ წუთას გავაცნობ საზოგადოებას ყოველ შემთხვევაში იმ ადამიანებს შენ თამადობით, ვისაც ეს აინტერესებს სიამოვნებით. როგორი ბებია ხართ? მე იმას რა ვიმახსოვრებ ტექსტს ადვილად. ანუ პიესა რო იკითხება, ან და როლი რომ სადაც ტექსტი მაქვს სასწავლი, ძალიან ადვილად. აქამდე ასე იყო ყოველ შემთხვევაში და რითმა თავში არასოდეს არ მომსულია და აი ლექს რაღაცა და ლექს ვიზე და არა. არც რითმა მომსულია თავში და არც ლექსების დამახსოვრების მაინც და მაინც. ხო, ლექსების წერა-დამაწყებია. აი რაღაცნაირად ის დავწერე. შეგიძლიათ ერთი მითხრათ ლექსი? კი, ბევრი, მაგრამ ერთს გეტყვი. აი ესე ფერებაში, აი ესე ტკიპასავით მიკრული რომ მყავს და ჩემი კვირტი როა, აი კვირტი. წანაზარდი. უცებ მოვიდა ჩემი ბიჭის ბიჭი. ჩემი ცხოვრების ნიჭი. ჩემი გულის გული გარეთ გამოსული. ჩემი სისხლის წვეთი მოღუნე ღმერთი. აი ამნაირ ლექსებს წერ. სასწაული. და ის მისმენს 29-ში გახდება 3 თვის. მოვნათლავ და გაგაცნობ თქვენს და ვისაც აინტერესებს ყველა. ველოდებით ამას. დიდი მადლობა. ქალბატონ ლავრო, ჩემი გადაცემის ბოლო კითხვა. რისი გეშინიათ? მე მეშინია ვაი თუ ისე მოვკვდე რომ სოხუმში ჩასლა არ მეღირსოს. ვაი თუ ისე მოვკვდე. ვაი თუ ისე მოვკვდე რომ სამაჩაბლოში ასე ძალიან რომ მიყვარდა ერწოზე გადასვლა და გადმოსვლა რაჭაში და იქ შეხვევა ეს არ მეღირსოს და ხო რამდენადაც არ უნდა დაუჯერებლად მოეჩვენოს ვინმეს მეს გულს მიკლავს და ტანჯავს სოხუმში დაბადებული ვარ მე. ხო თუ არ გაერთიანდება ტერიტორიულად და ეს ორი ქალაქი არ მოიხაზება ისე ჩვენს იმაში რა მეშინია რომ სახელმწიფო ხო შედგეს მეშინია აქამდე მოსული და რატომ მეშინია იცი ის ბავშვი რომელზედაც ახლა ვილაპარაკეთ ხო ის ჩემი ნაშიერი არ მინდა სენტიმენტები რა არ მინდა ის აქ დაიბადა და აქ დაიცხოვროს ეს ამ ქვეყანას უნდა მოემსახუროს აქ უნდა გამრავლდეს აქ უნდა მოვიდეს ჩემს საფლავზე აქ უნდა დაიწუროს ღვინო აქ უნდა დაიწეროს აქ უნდა შეიქმნას ის რაც იქმნებოდა რითიც ვამაყობთ რითიც ქათამს ხო აქ ჯიში რა ჯიშისაო ხო ვამბობთ ყველაფერზე ხო ვამბობთ რაც დაცურავს რაც წყალშია რაც რა ჯიშიაო ხო ვამბობ ადამიანსაც აქ ჯიში მოდგმებს ანუ ერებს ჯიშები ხო აქვთ ხო და მე ვიცი და როგორ ვიცი იცი ერთ-ერთი საუკეთესო ჯიშია ეს ქართული მოდგმა და მენანება კაცო ჩემი თავიც და ჩემი მოდგმაც და ჩემი ჯიშიც რა არის ხა გასაკვირი და მე განსაკუთრებით დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. მადლობა შენ.